გუშინ მისაყვედურეს რომ შენ ბევრს ლაპარაკობო და უფრო მოკლედად შეგიძლიაო. არის საფუძვლები, მიზეზები ოთოს მიუმართავ ჩემს მაყურებელს ერთგულს ვარაუდობ, რის გამოც მილაპარაკობ ბევრს ვაღიარებ. აწილობრივ. ახლა ვიქნები შედარების სიტყვა ძუნწი, თავდაპირველად რუსულად დავიწყებ თქვენის თემართვით და მე პირდაპირ თარგმანზე გადავარ. გარი კასპაროვი მსოფლიოს მესამე ჩემპიონი ჭადრაკში, რომელიც რუსული ლიბერალური დემოკრატიული ოპოზიციის ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასე მაგალითად ხადარკოვისკისთან ერთად ამბობს შემდეგ რამეს. Для меня очевидно, что эта война может завершиться только полной деоккупацией Крыма. Украинский флаг, развивающийся над Севастополем, единственный способ окончательно выбить российский имперский дух и уничтожить тот вирус, который глубоко засел в сознании подавляющего большинства российских граждан. Карги. Таргнут. ოთოს გულისხმობა რომ არ დავიფსახრო, ჩემთვის აშკარაა, რომ ეს ომი მხოლოდ ყირიმის სრული დეოკუპაციით დასრულდება. უკრაინის დროშა, რომელიც სევასტოპოლის თავზე იფრიალებს, ერთადერთი გზაა საბოლოოდ განიდევნოს იმპერიული სული და განადგურდეს ის ვირუსი, რომელიც რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობის ცნობიერებაში ღრმადაა გამჯდარი. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს აუცილებლად მოხდება. საკითხი მხოლოდ ვადებშია და თუ იმას გავითვალისწინებთ, რასაც დღეს ვხედავთ, ფინალი შესაძლოა ბევრად უფრო სწრაფად დადგეს, ამბობს კასპაროვი, ვიდრე ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოგვედგინა. დღეს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია უმძიმეს ლოჯისტიკურ პრობლემებს აწყდება, უკავშირდება. უნდა ითქვას, რომ უკრაინა მოწინააღმდეგის მასშტაბებიდან გამომდინარე ბრძოლის უკიდურესად ეფექტიანი მეთოდი იპოვა. მან მთლიანად შეცვალა თანამედროვე ომის კონცეფცია და დაამტკიცა, რომ ტექნოლოგიურად განვითარებულ მხარეს შეუძლია კრიტიკული ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს, რომელიც ტრადიციული სამხედრო შესაძლებლობებით აშკარად უფრო ძლიერია. უკრაინის გამარჯვება ამ ომში უფრო 1918 წლის სცენარს წააგავს, ვიდრე 1945 წლისას. ეს არის მტრის რესურსული, ასე თარგმნა, ხელოვნური ინტელექტი დავიხმარე, ბაზის თანდათანობითი და სრული გამოფიტვის სტრატეგია. ბოლო თვეებში ეს პროცესი სულ უფრო ინტენსიური ხდება. უკრაინული დრონები წარმატებით არღვევენ აგრესორის თავდაცვის ზღუდეებს. საუკუნეების განმავლობაში რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია შეტევაზე გადასული არმიებისთვის თითქმის გადაულახავ ბარიერად ითვლებოდა. დღეს კი ეს გიგანტური სივრცეები თავად რუსეთის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას. სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად უკრაინის მხარეს გადავიდა პუტინის განცხადებების მიუხედავად და იცით პუტინი ბაქი ბუქობს. ჩვენ რო შეტევაზე ვართო ადასულებიო, უკან არ ვიხევთ ამას ამბობს. საოკუპაციო ძალებს რეალური წარმატებები არ აქვთ. დღეს უკვე რუსი სამხედრო ბლოგერებიც განგაშს ტეხენ და წერენ არა წინსვლაზე, არამედ ფრონტის ჩამოშლის რეალურ საფრთხეზე კრემლს. ამ სტრატეგიის წინააღმდეგ ეფექტიანი პასუხი არ გააჩნია. ამიტომ სრული საფუძველი არსებობს ითქვას, რომ ყირიმის დეოკუპაციის საკითხი უკვე აღარ არის შორეული მომავლის საქმე. გარი კასპაროვი, აკითხავთ, იდენტობით მაინც თქვენის თემართვიტყვიაზე მოჭადრაკე მსოფლიოს მესამე ჩემპიონი ჭადრაკში. და ახლა ნაწილობრივი იდენტობა აქვს მას პოლიტიკოსისა, ლიბერალური დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენელია, ცხოვრობს ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო. მე მინდა დავეთანხმო გარი კასპაროვს და კიდევ ერთი თემა მივობა დაახლოებით 1-4 წუთი კიდე გავჩერდეთ ეთერში, ოთო არ მიწყინოთ. და გეტყვით რატომ. მიხეილ სააკაშვილმა მე გუშინ ჩავწერე ამასთან დაკავშირებით, გუშინ იყო თუ დღეს ჩავწერე ვიდეო ბლოგი და თქვი რომ მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა თავისი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით და აღშფოთება, რომ რუსეთმა შეიძლება ბიზინა ივანიშვილს მოსთხოვოს, შეიძლება კი არა მოსთხოვს ბიზინა ივანიშვილს დერეფანს ვიდრე სომხეთამდე და მე უკვე თქვა მიხეილ სააკაშვილმა რომ ერთადერთი რამე ჩვენ გადაგვარჩენსო, ეს არის უკრაინის გამარჯვება, უკრაინის წარმატება. მე მგონია რომ რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ სომხეთის მიმართულებით ან საქართველოს მიმართულებით ან ნებისმიერი სივრცის მიმართულებით აწარმოოს შეტევითი ოპერაციები. იმდენად გაამოფიტული ქვეყანაა რუსეთი უკრაინაში, იმდენად მძიმე მარცხს იწნევს მისი შეიარაღებული ძალები, ისე მარცხდება მისი შეიარაღებული ძალები,
იმდენად სრული კატასტროფა აქვს, რომ რუსეთი სხვაგან ვერც ბალტიის სახელმწიფოების მიმართულებით, ვით უფრო და ვერც კავკასიის მიმართულებით არსებით სერიოზულ სახმელეთო ოპერაციას ვერ დაიწყებს. სხვათა შორის ეხლა რაშუაში ამ თემასთან, მაგრამ მაინც ამის დემი საათის წინ აქ ჩემთან სახლში შეხვდა ერთი მოქალაქე ყაზახეთისგან, რომელიც აქ მუშაობას იწყებს 2 დღის ჩამოსულია ოჯახთან ერთად. მას ველაპარაკე ყაზახეთზე და ყაზახეთის ჩრდილოეთზე და ჩემთვის გასაკვირად, აი რომ არ ვიცით ბევრი რამ, ჩემთვის გასაკვირად თქვა, რომ ყაზახეთში არისო ცენზურა დაწესებული, ეს პრინციპში ვიცოდი, ინტერნეტი კონტროლდება, ეს პრინციპში ვიცოდი, სოციალური ქსელები კონტროლდება, ეს პრინციპში ვიცოდი და ასე შემდეგ, მაგრამ ერთგვარად გაამართლა ტოყაევის პოლიტიკა და გაამართლა აი ვითი და აგიხსნით რას გულისხმობდა, კი რას ამბობდა ეს ახალგაზრდა კაცი. ამ ახალგაზრდა კაცმა მითხრა, რომ ეს კონტროლი, ინტერნეტის კონტროლი და სოციალური ქსელების კონტროლი იმიტომ ხდებაო, რომ ყაზახეთის ჩრდილოეთით გაჩნდა არაერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ დაამტკიცოს, რომ ყაზახეთის ჩრდილოეთი არის რუსეთის ტერიტორია. რუსეთი ასე აქტიურად მუშაობს ყაზახეთშიც, კი ჩვენ არ ვიცით ამის თაობაზე პრაქტიკულად არაფერი. ჩვენ უფრო აქეთ ჩვენსკენ არსებულ პრობლემებზე ვართ კონცენტრირებულნი და ორიენტირებულნი. პრობლემების გადალახვაზე და დაძლევაზე. აი იქით აღმოსავლეთში ხო, ცენტრალურ აზიაში ამ შემთხვევაში რა ხდება არ ვიცით. რუსეთი მოკლედ იმპერიული სახელმწიფოა, ამის თქმა მინდა, მაგრამ იმის თქმაც მინდა დამატებით და მიხეილ სააკაშვილს ამ შემთხვევაში ეს აპოკალიფტური სცენარი რომ გაგვაცნოდა, საინტერესო სცენარი იყო და დღეს გამოქვეყნდა, თუ არ ვწდები ეს ჩემი ვიდეობლოგი ამ თემაზე აპოკალიფსი ჰქვია, ასე დავარქვი. მიხეილ სააკაშვილს უნდა მიხეილ სააკაშვილის პასუხად უნდა ვთქვათ, რომ მაღალი ალბათობით რუსეთს არ ეყოფა რესურსი, რომ სომხეთის წინააღმდეგ, ან ნებისმიერი სხვა სივრცის წინააღმდეგ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, მაგრამ მეორე მხრივ მე ვიდეობლოგში, რომელიც დაბეჭდებით მინდა რომ გთხოვოთ რომ ნახოთ, მე ვიდეობლოგში ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის სცენარის თუნდაც 1%-იც რომ იყოს მართალი, 1%-იც რომ ასრულდეს, შესრულს 1%-იც რომ იყოს ალბათობაში ასრულებისა იმ სცენარის, ხო მაინც განგაშის ზარები გვაქვს. და ასე კი იმდენად რამდენადაც ეს 1% რო გამართლეს ემან და უცებდა შემთხვევით და მოუდოდნელად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენც. ეხა ისევ კასპაროვს რომ ვიუბრუნდეთ, კასპაროვი ალბათ მაინც სწორია, როცა ამბობს, რომ არ დაემსგავსება ეს 45 წლის სცენარსო, ეს უფრო 1918 წლის სცენარს პირველ მსოფლიო ომს გულისხმობს. სცენარს დაემსგავსება და 1918 წლის სცენარის თანახმად თუ მიხედვით სრულად გამოიფიტა, სრულად გამოფიტვაზე იყო ორიენტირებული ის ომი და გამოიფიტა კიდეც მოწინააღმდეგე. აი ეს არის მთავარი ამ ამბავში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ რუსეთი ამ ომში მარცხდება. ოთო მე მგონი კარგად მოვიქეცი, რომ 8 წუთსა და 30 წამში ჩავეტიე. Зарабатывать на гамарджуба сусует первого облиса Украина сегодня российская оккупация Крыма сталкивается с серьезнейшими логистическими проблемами. Надо отдать должное Украине, надо отдать должное Украине. Слава Украине и героям слава. Нахватись.